Დღეშეულს კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ამ ბლოკის ფარგლებში ჩვენ საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა. მოგეხსენებათ, ეს არის მსოფლიო პრობლემად არის დღეს გადაქცეული და ეს კვირეული მსოფლიოში უკვე რამოდენიმე წელია ეძღვნება, მთლიანი კვირეულს უწყობენ ხოლმე აი ამის მიმართ ცნობადობის ამაღლების, მისი სწორი გააზრების, ეს ეხება პაციენტსაც და უპირველეს ყოვლისა სამედიცინო მუშაკებს. ანუ რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას ბიძინა? ანუ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლებია შეიძლება ასე ითქვას დაახლოებით არ ვიცი, ერთი საუკუნის წინ ფლემინგმა აღმოჩინა ანტიბიოტიკი, რომელსაც პენიცილინის სახელით იცნობს. და გადაგვარჩინა, თორე დღეს არც ერთი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს იყო გადატრიალება მსოფლიო მედიცინაში, რითაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და ის ასე ვთქვათ არ დარდება არაფერს სხვა აღმოჩენას, ერთ-ერთი წამყვან აღმოჩენათაგანი არის და სწორედ ამიტომაც 1940 წელს მან ნობელის პრემია დაიმსახურა ამის გამო. თუმცა 1940 წლიდან, როცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ძალიან აქტიურად იყენებდნენ პენიცილინს, უკვე დაახლოებით 30-40% გამოგონილი ანტიბიოტიკის, აი ამ უნიკალური ანტიბიოტიკის მიმართ უკვე მიკრობები რეზისტენტურები იყვნენ ძალიან სწრაფად. მოკეთ არსი იმაში მდგომარ. ამის შემდგომ იქმნებოდა სულ ანტიბიოტიკები. იქმნებოდა ახალი თაობის ანტიბიოტიკები, თუმცა რო გადახედოთ ბოლო 1 დეკადის მონაცემებს, ანუ 10 წლს, შეიძლება აი 5 თითი იყოს საკმარისი ახალი ანტიბიოტიკი, რაც შეიქმნა და მოიფიქრა და მოიგონა თუ აღარ იქმნება ძალიან ცოტა. პრობლემა არის არა, ერთადერთი ჩვენ ვთქვათ, რომ ანტიბიოტიკი არის მხოლოდ ბაქტერიის საწინააღმდეგო საშუალება. აქედანაც მოდის სახელი ანტიმიკრობული. ეს არის მიკრობის საწინააღმდეგო. ანტიბიოტიკს სხვა მეტი დანიშნულება ადამიანის ორგანიზმისთვის არ გააჩნია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ამ საშუალებებს არამიზნობრივად, ანუ არაადეკვატურად, ან ძალიან ფართოდ არის მათი გამოყენება, ან საჭირო ადგილას ვნიშნავთ, მაგრამ საჭირო დროით არ ვნიშნავთ, უკვე ეს მიკრობები, რომლებიც ასევე ცოცხალი ორგანიზმები არიან და არ უნდათ, ისინი თავდაცვის 1000 მეთოდს მიმართავენ და მოიგონებენ ხოლმე. გამოიგონეს ძალიან ბევრი ფერმენტების სინთეზი დაიწყეს. აი პენიცილინმა დაიწყო პენიცილინაზა, ბეტალაქტამის ანტიბიოტიკი ბეტალაქტამაზა, არილევა ძალიან ბევრი ფერმენტი მოიფიქრეს მიკრობებმა, რომლებიც შლიან ამ ანტიბიოტიკებს, ახალ წარმოქმნილ ანტიბიოტიკებს. ეს ანტიბიოტიკები დღეს გავრცელდა ვეტერინარიაში, გავრცელდა სოფლის მეურნეობაში. ანუ ფერმერმა რო გაზარდოს, თქვათ, ჩვენამდე მოვიდეს, გაიზარდოს ფრთოსანი, თქვათ, ფრინველი და კაცამ, ისინი ანტიბიოტიკებით არიან ნამკურნალები, რაც ბუნებრივია ჩვენ საკვებ რაციონიდან უკვე ჩვენ ორგანიზმში ხდება. მოიცა ბიძინა შეიძლება ნაჭამი ძრო ხარ, რომელსაც დალეული აქვს ანტიბიოტიკი, მე რომ მივირთვა რაღაც ეტაპზე, მე ვიყო რეზისტენტული ანტიბიოტიკის მიმართ. აი ესეც ერთ-ერთი არარაციონალური გამოყენების გზა არის სწორედ ანტიბიოტიკების და რაც უფრო არასწორად მოვიხმართ და მეტი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ანტიბიოტიკი, ამ მიკრობებს კიდევ უფრო მეტი რისკი უჩნდებათ, რომ რეზისტენტულები გახდნენ. რამდენად არ შეიძლება თვითმკურნალობა რა საშიშია. ხომ არა, ძრო ხარ და კატამ როგორ გავაკონტროლებ? ეს ძალიან რთულია, ამიტომ არსებობს რეგულაცია. მაგალითად, ევროკავშირში ანტიბიოტიკს რო გაუკეთებს, თავის ასე ვთქვათ, ავადმყოფ ამ შემთხვევაში ცხოველს ფერმერი რამოდენიმე თვე იმ ზრდას ვერ ჩააბარებს ის ვერცად. ჩვენთან არ არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა ვეტერინარიაში ვარ გადავიჭრეთ და ადამიანებს მივხედოთ. ჩვენ ვდგავართ იმის წინაშე, რომ შეიძლება გაცენდეს ერთი მშვენიერი დღე და უბრალო ინფექციის მკურნალობისთვის საჭირო წამალი ჩვენ არ გქონდეს. ანუ ადამიანს დაემართოს მაგალითად ანგინა, თქვათ სტრეპტოკოკული ფარინგიტი და ვერ მოვარჩინოთ ანტიბიოტიკი. შეიძლება დაემართოს ფილტვის ანთება და ვერ მოვარჩინოთ. ერთი შეხვედრით უბრალო ინფექციამ, ანუ ამ რეზისტენტობის გამო მარტივი ინფექციები ადამიანისთვის შეიძლება. აი არსებობს ესეთი სტატისტიკა, რომ ევროპაში 25,000 ადამიანი წლიურად იღუპება ანტიმიკრობული რეზისტენტობის არსებობის გამო. ან უბრალოდ არ არსებობს არსენალი მედიკამენტების, რომლებიც მათ დაავადებას განკურნავს. ჩვენთან როგორი სტატისტიკაა? ჩვენთან აი როგორი სტატისტიკაა, ჩვენ ამისთვის უნდა მოვიწვიოთ ახლა სტუმრები და ამ ძირითად კლინიკურ პრობლემებზე. მაგრამ მე სტუმრები მოლენ, მარტივად რო ამიხსნა, აი როგორ მუშაობს ეს ჩვენი გენიალური გამოგონება ანტიბიოტიკი იმ ვირუსებზე, რომელიც შეიძლება მომაკვდინებელი იყოს. ანტიბიოტიკი როგორ მუშაობს, ახლა ეს მარტივად მოსაყოლი ამბავი არ არის, მაგრამ შეიძლება ვთქვათ მარტივადაც ბუნებრივია ყველა ამბავი შეიძლება მოყვეთ მარტივადაც. აი თქვენ ხედავთ, რომ ადამიანი იღებს ანტიბიოტიკს, რომელიც ჩავა ადამიანის ორგანიზმში, ბუნებრივია, გაიხსნება ის კუჩი, მოხდება, ну ეხლა ძალიან ნელი ვიდეოა და მე მგონი გადაცემის ბოლომდე ეს არ დამთავრდება. ხო, ამისთვის გაიხსნება ის და გადავა სისხლში, ხო? ანტიბიოტიკებს ძირითადად აქვს ორი მოქმედების მექანიზმი. ისინი არიან ან ბაქტერიო სიდურები, ან ბაქტერიო სტატიკურები. ეხლა მარტივი სიტყვებით რო გისწრაფოთ. სიდოს ნიშნავს სიტყვა მკლავ.
ანუ ან ბაქტერია მოკლავს ან მიკრობს და სტატიკური მის გამრავლებას შეაჩერებს. ანუ ერთი ცალი თუ შეიჭრა, გახდა თქვა 5, მაგრამ ანტიბიოტიკს ოდალევ იმის 5-ის იქით ვერ წავ. ვეღარ გამრავლდება. აი ძირითადად ესე მოქმედებენ, ან შებოჭავენ თქვა და გააჩერებენ მათ ზრდას, ან შესაბამისად გაანადგურებენ. სწორედ აი ამ მიკროორგანიზმებმა, რომლებიც ძალიან მაგრები არიან ერთის მხრივ, იმიტომ რომ გვებძვიან ჩვენს, იმიტომ მათ ვებძვით ჩვენ და ეს არის ბუნებრივი მიკრობიომი ღია, ასე ვთქვათ, წონასწორობაა და ეს დახურული სისტემა ვერ იქნება, გამომუშავეს სწორედ ის ნივთიერებები, რომლებიც ამ ანტიბიოტიკების მიმართ გრადები ჭკვიანია ჩვენი ორგანიზმი. ჩვენი ორგანიზმი არა, მიკროორგანიზმების ჩვენში არიან. ანუ ჩვენზეა ეხლა დამოკიდებული, რამდენად რაციონალურად მოვეპყრობთ იმ არსენალს. იმ საშუალებებს ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი იარაღი, შეიძლება ითქვას, ვთქვათ, ატომური ბომბი, მაგრამ ის მიზნობრივად უნდა გავისროლოთ. ვირუსების მიმართ, აი ნალიკო, ვთქვათ, გარკვეულწილად გაუსწორეთ ჩვენ შეცდომით თქვა ანონსის დროს, ვირუსების მიმართ ანტიბიოტიკები არ გამოიყენება. ანტიბიოტიკი მარტო არსებობს მედიცინაში, რომ ვებრძოლოთ მიკრობებს. მათი ფუნქცია არის ეს. ანტივირუსული წამლებიც არსებობს. აი თქვენ იცით, მაგალითად, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი რეტროვირუსია. შეიქმნა მის საწინააღმდეგო საშუალებებიც. აი ანტირეტროვირუსული ვირუსმაც კი რეზისტენტობა დაიწყო უკვე და თითქმის 19-დან 25%-მდე არ ემორჩილება რაღაც პირველი თაობის წამლებს უკვე ეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. ანუ ეს სერიოზული პრობლემაა და ძალიან რო არ გაგვიგზელდეს ეს უნდა მოვიყვანოთ ჩვენი სტუმრები. ეს გახლავან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი ეპიდემიოლოგი დათო წერეთელი და ჩვენთვის უკვე მეგობარი ჩვენი გადაცემის პედიატრი თემურ მიქელაძე. გამარჯობა. საკმაოდ საგანგაშო სურათი დაგვიხატა ბიძინა და მე არა და ალბათ მაყურებელს ძალიან შეეშნა ბატონ დათო მართალია რომ რაღაც ერთჩვენიერ დღეს ჩვენ უბრალოდ შეიძლება გადავშენდეთ იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი რეზისტენტული იქნება ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ. ანუ მე მგონია კიდევ უფრო გამძაფრა. მოხადო ბატონ ბიძინას ესეთ ცლათ აღწერისად, მაგრამ მე შემიძლია უფრო დავამძიმო კიდევაც სიტუაცია. ესეც მინდა. თუ წელიწადში დღეს ევროპაში დაახლოებით 25,000 ადამიანი იღუპება რეზისტენტული მიკროორგანიზმებისგან გამოწვეული ინფექციებით, რამდენიმე წელიწადში შეიძლება ძალიან დიდ რიცხვს მიაღწიოს ამას და უკვე მილიონი გახდეს, ხოლო 2050 წლისათვის წელიწადში სავარაუდოდ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით შესაძლებელია გარდაიცვალოს 10 მილიონამდე ადამიანი. ანუ საქართველოს უკვე თავიდან ბოლომდე აღარ არის. როდესაც ანტიბიოტიკს ვიყენებ არამიზნობრივად, ის მერე აღარ მოქმედებს ჩემზე, მარტივი, ჩემთვის გასაგებიენით ასე შემიძლია. და ეს სურათი იქნება თუ არა თუ მიზნობრივად მოვიხმართ ანტიბიოტიკებს, ისევ ასეთი მძიმე. ჩვენ რო ძალიან თქვათ, ეს პრობლემა არის გლობალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ერთ ან რამდენიმე ქვეყანასაც არ შეუძლია. ეს უნდა იყოს ძალისხმევა, რომელსაც მიმართავს მთელი მსოფლიო. მაგალითად 21 სექტემბერს შედგა გაეროს ასამბლეა, 71 ასამბლეა, რომელზეც განხილული იქნა აღნიშნული პრობლემა და ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ შექმნას თავისი ეროვნული ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია და რომელსაც რეალურად განახორციელებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად შექმნილია ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგია, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. ძალიან კარგი იმედია, რომ გვერდით სამოქმედო გეგმა გვაქვს. სად მივდივართ ვიცი? ხო, კი. ეს უკვე კარგია. ბატონო, შემეშინდა ის რა ვიფიქრე, ზოგჯერ სტომატოლოგი მაგალითად გინიშნავს კვილს რომ ამოიღებ ანტიბიოტიკს. რაიმე წინასწარი კვლევა ჭირდება ამას, რომელი უნდა დაგიმტკიცოს, დაგინიშნოს, მან იცის თუ არა. ზოგჯერ თვითონ იყენებ ანტიბიოტიკს. თვითონ იყენებ, მე მგონია ეს რო აღარ არის, იმიტომ რომ აი ბატონო თემური გიპასუხოს ამაზე. თქვენ უნიშნავთ პაციენტს, ოღონდ უწერთ რეცეპტი, იმიტომ რეცეპტის გარეშე დღეს შეუძლებელია ანტიბიოტიკის ყიდვა, ხო? შესაბამისად გამოდის, ექიმები ნიშნავენ ხანდახან, ასე ვთქვათ, არასაჭირო შემთხვევებში ანტიბიოტიკს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის. მე შევეცდებ რომ ბოლომდე არ დავამძიმო დღევანდელი გადაცემა. ცნობილია რომ ანტიბიოტიკებმა და ზოგადად ვაქცინაციამ დაახლოებით ადამიანის კაცობრიობას 10-20 წლით გაუხელმძლევა სიცოცხლე. ეს პენიცილინის გულისხმობს. იგივე პენიცილინმა, იგივე იმუნიზაციამ და ზოგადად ყველა ანტიბიოტიკმა. რომ არა ეს ანტიბიოტიკები, აი ეს რიცხვი 25,000 ინასვლა შეიძლება ყოფილიყო აქამდე 50 მილიონი და ასე შემდეგ. მაგრამ პლუსიც აქვს მარტო მინუსებია. მაგრამ ჩვენი ექიმების ძირითადი
მოვალება რა არის? სწორად თავსა ჩვენ დიაგნოზი, სწორად მოვახდინოთ დიფერენცირება ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციას შორის და რაციონალურად გამოვიყენოთ სხვადასხვა ანტიბიოტიკოთერაპია. აი ბატონმა ბიძინამ რა აღნიშნა, რომ არსებობს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატული მოქმედების ანუ მივხვდით, ერთი ოკუპაციას უკეთებს, მეორე კლავს. აი მაგალითად ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში ჩვენ სასურველია რომ გამოვიყენოთ ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკები. იმიტომ რომ ბაქტერიოციდს თუ დავშლით ჩვენ მიკრობს, პირიქით შეიძლება მიკრობმა გამოიმუშაოს ის ენდოტოქსინი, რომელიც პირიქით აზიანებს ორგანიზმს. აი მაგალითად არის ეგრეთ წოდებული ჰემოლიზური რემიული სინდრომი და განვითარდეს ცირკმის უკმარისობა. ამიტომ ჩვენ თითოეული ექიმის მოვალეობა რომ კაცრად განსაზღვროთ სხვადასხვა ნოზოლოგია თუ რა გვაქვს და პირველ რიგში განსაკუთრებით მე მიმართავ პირველად ჯანდაცვის გოლში მომუშავე ექიმებს რომ არ გამოვიყენოთ ამბულატორულ პირობებში საინექციო ანტიბიოტიკები. რამეთაოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებთ ანტიბიოტიკები დაუტოვოთ ბავშვებს და მოსდილებს კლინიკაში, ანუ მეორად ჯანდაცვის გოლმა გამოიყენოს უკვე ეს ანტიბიოტიკები. არჩევის პრეპარატი აი დაუშვათ შორისავ ადიფერენცირებთ, ხო არის? დაუშვათ იგივე იყოს სტრეპტოკოკული ინფექცია. სტრეპტოკოკული ინფექციაზე ჯერ კიდევ კარგად მოქმედებს პენიცილინი, ხო? პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები, ნახევრად სინთეზური ამოქსიცილინი, ან ზოგიერთ შემთხვევაში მისი დაცული ფორმა ამოქსიცილინი კლაულინის მჟავით, ხო? ჩვენ შეგვიძლია უკვე ბინის პირობებში, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს ის დოზა, რაც არის რეკომენდებული. ხო, ამას ექიმი უთითებს ალბათ. და უნდა იყოს ის ხანგრძლივობა, საკმაოდ ხშირად ჩვენ ვიყენებთ მოკლე კურსებს ანტიბიოტიკების, ხო? 3-დღიან, 5-დღიან კურს. ყველა ანტიბიოტიკს და ყველა ცალკეულ ნოზოლოგიას უწევთ თავის 10-დღიანი, 14-დღიანი, ზოგიერთ შემთხვევაში როცა ერედიკაციას ვაკეთებთ, ერთთვიანი კურსი და ასე შემდეგ. თუ ამ დოზით და ამ ხანგრძლივობით არ გამოვიყენებთ ანტიბიოტიკს, ეს მიკრობი ისევ დარჩება ჩვენ ორგანიზმში, პირიქით გამოიწევს სწორედ თუ თავის გამოიმუშავეს ისეთ ნივთიერებს, რომელიც პირიქით შეუწყობს ამ ანტიბიოტიკო რეზისტენტობის განვითარებას და ეს მიკრობი უფრო გამძლევრდება. ამიტომ გარეშე არაფერი არ უნდა ქნა. საქართველოში რამდენად ხშირად მოხმართ? აი ჩვენ ეთერს გარეთაც საუბრობდით, ბიძინა მაგალითად ახსენა ჩინეთი, სადაც ძალიან ხშირად მოხმართ. პირველად გოლში, ხო, მაგალითად იგივე ჩინეთში თითქმის 90%-ზე მეტი პირველადი ვიზიტისას ანტიბიოტიკი ენიშნებათ. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან პატარა. საქართველოში მე მგონი ეს სტატისტიკა არ არის, მაგრამ ჩვენ რო გადამხედოთ, მე მგონი 50%-ზე მეტი იქნება. 50%-ზე მეტი ალბათ იქნება და გარკვეულწილად ბოლო პერიოდში ამ რეცეპტორულმა სისტემამ რაღაც შემაყალბელი როლი იყო, რომ პაციენტი თვითნებურად უკვე აღარ იქნება. თქვენ აღნიშნეთ, რკბილი აქტივდებოდათ, მიხვდოდით აფთიაქში და აფთიაქით შემოგთავაზებდათ ალბათ არასაჭირო ანტიბიოტიკს. ესეც ხდება ხშირად. საკმაოდ ხშირად, როცა თვითნებურად იღებ ანტიბიოტიკს, ის კონკრეტულ გამომწვევზე როგორც წესი არ მოქმედებს. მაგრამ პანიკური მშობლები, რომელიც კონკრეტულად ითხოვენ, რომ გინდას ვარა დამინიშნე ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ ბავშვს ვერ უგდებს სიცხეს უკვე მეხუთე დღეა. ეს უნდა ახლა გააზრდოს ანტიბიოტიკი ინფექცია, როგორც წესი გრძელდება დაახლოებით 4-დან 7 დღემდე, ხო? 7 დღის მერე ეს პრობლემა უკვალოდ გაივლის და არის ესეთი სტატისტიკა, რომ თუ ჩვენ დაუშვათ ბრონხიტის დროს გამოვიყენებთ ანტიბიოტიკს, უფრო მეტი სიხშირით გართულდება პნევმონიაში, ვიდრე ანტიბიოტიკის დანიშნულება. ამიტომ ინფორმაცია არ არის სამწუხაროდ. ბატონო, იცით რა მაინტერესებს? ახლა გამახსენდა უცებ ზოგიერთ ქვეყანაში სეივგარდის კი ამოიღეს ხმარებიდან, იმიტომ რომ ძალიან რაღაც ანტისეპტიკური იყო. პროდუქტებიც ხო შეიცავს ანტიბიოტიკს დაუშვათ კვების დროს, ან რაღაცებს ვამზადებთ და ეს ნივთიერებები შეიცავს. ეს რამდენად საშიშია დაუშვათ ჯანმრთელობისთვის და მარტო დანიშნვით ხო არ ვიღებთ ჩვენ ანტიბიოტიკს, კიდე რაღაც სხვა ჩვენ დაუნებურად ბევრი პროდუქტიდან ვიღებთ ანტიბიოტიკს, ისე რომ ჩვენ არც ვიცით ამის შესახებ. ეს პროდუქტები შეიცავს ეგრეთ წოდებულ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს. ხო, ეს ბუნებრივი, აი მაგალითად პენიცილინი, არსებობს ბუნებრივი, სინთეზური, ნახევრად სინთეზური ან გენური ინჟინერით მიღებული ანტიბიოტიკები. პენიცილინი ეკუთვნის ზუსტად ამ ბუნებრივ ანტიბიოტიკებს. ბუნებრივი ანტიბიოტიკები, როგორც წესი ბუნებრივი ანტიბიოტიკები არ არიან ტოქსიურები. ხო, ის კუჭის წვენი როგორც წესი მათ ანეიტრალებს. აი რა შეეხება უკვე ვეტერინარულად არასწორად დამუშავებულ პროდუქტები, ანუ თუ ანტიბიოტიკს იღებდა ის აღნიშნული ცხოველი, ის მაქსიმალურად უნდა იყოს გადავადებული. დაახლოებით 1 თვე, 2 თვე მაინც უნდა იყოს. ვინიცობა და არ არის გადავადებული და მივიღე ამ ბავშვს ვაჭამე, ეს უკვე ნიშნავს, რომ რეზისტენტული ხდებით ორივე რაღაც დროის განმავლობაში. არა, როგორც წესი ეს არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენ კიდე გვაქვს სხვა დაცვის მექანიზმები ადამიანის ორგანიზმს, ეს არის ეწოდებული ადგილობრივი იმუნიტეტი, მაგალითად კუჭის წვენი, ადგილობრივი სეკრეტორული იმუნოგლობულინია, ეს ყველაფერი მეტნაკლებად ამ ანტიბიოტიკებს ან სხვა მავნე ნივთიერებებს ანეიტრალებს. ჩვენ ახლა გვაქვს სლაიდი მომზადებული, არა მარტო სამედიცინო პერსონალმა, ზოგადი წესები, თქვათ უბრალო ადამიანმაც კი როგორ შეიძლება გარკვეულწილად, აი ეს არის SOS ჩვენ ანუ სიფრთხილის ნიშანი გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ სერტიფიცირებული სამედიცინო პერსონალის დანიშნულებით, ну ანუ ექიმის დანიშნულებით. არასოდეს მოითხოვოთ ანტიბიოტიკები, თუ კი სამედიცინო პერსონალი გეუბნებათ, რომ თქვენ ისინი არ
გჭირდებათ. ანტიბიოტიკების მიღებისას ყოველთვის მიჰყევით თქვენი ექიმის რჩევებს, ნუ ერთი და იგივეა, სამივე რჩევა ბუნებრივია. მკურნალობის კურსის შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები არ გამოიყენოთ და არ გაუზიაროთ სხვებს. აი არის, რომ მომრჩა და რაღაცა დაალევინე მეზობაზე. ცოტა ძვირია ბიძინა და ხშირად აძლევს. მაგრამ არ შეიძლება, ამით შეიძლება უფრო. ჯანმრთელობა უფრო ძვირი. არა, ჯანმრთელობას ფასი არ აქვს. ესე ითქვას. ინფექციების პრევენციის მიზნით რეგულარულად დაიბანეთ ხელები, საკვების მომზადებისას დაიცავით ჰიგიენა, მოერიდეთ ახლო კონტაქტს დაავადებულ ადამიანებთან, დროულად ჩაიტარეთ ვაქცინაცია. აი ეს ყველა ის საჭიროება, რაც ზოგად იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და შეიძლება თავიდან აგვარდოს ავადობა და შესაბამისად საჭიროება ანტიბიოტიკების და ყველა სხვა რთული მედიკამენტის, რომელიც ამა თუ იმ ავადმყოფობის დროს ხანდახან ხშირად აუცილებელიც არის. ხო, ეს არის ძირითადი ასე ვთქვათ მესიჯები. ბატონო დავით, რამეს ხო არ დამატებდით ვთქვათ ამ რეზისტენტობასთან დაკავშირებით? მე მინდა გითხრათ, საქართველოში აი სტატისტიკა თუ გაქვს, მე სულ მაინტერესებს როგორც ექიმს კლინიცისტს. აი ჩვენ ვამბობთ, რომ სადღაც ვთქვათ ამდენია რეზისტენტობის მაჩვენებელი. ახლა გადავხედე გუშინ ევროპის მონაცემებს და ვთქვათ უკვე ფსევდომონაზე რაღაც 40% არ მოქმედებს, პრემოკოკიზე არ მოქმედებს. აი საქართველოში ტარდება თუ არა ამ ტების ბატონო? აი რა აჩქარებს რეზისტენტობას, ესეც გვაინტერესებს რა პროცესები შეიძლება იყოს, რომ ვიცოდეთ. აღნიშნო რომ დიდი ნაბიჯი რაც საქართველოს გადადგა შარშან ქართულად ითარგმნა და გამოიცა სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის გაიდლაინი და რომელიც უფასოდ გადაეცა ათასობით ექიმს საქართველოში. თქვენს მიერ კითხვას რაც შეეხება და ბატონო ვისაც არ მიუღია სახელმძღვანელო ინტერნეტ საიტზე NCDC-ს დევს სრულად უფასოდ ჩამოტვირთეთ PDF ფაილი და თქვენი კომპიუტერის დესკტოპზე დავდოთ. თან ეს არის თან ეს არის ლიცენზირებული ვერსია, რომელიც სენფორდმა ჩვენ გადმოგცა და გააკეთა გამონაკლისი საქართველოსათვის. მე მინდა აღვნიშნო რომ მთლიანი სტატისტიკა საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ არ არსებობს, თუმცა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და მისი ლუგარის სახელობის ლაბორატორია აკეთებენ მრავალ კვლევებს, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და აღსანიშნავია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობით გაკეთებული ესეთი კვლევა, რომელიც ეხება სისხლის ნაკადის ინფექციების გავრცელებას საქართველოში და ამ კვლევამ აჩვენა რამდენად არის საქართველოს სისხლის ნაკადის ინფექციები გავრცელებული, ძირითადად რომელი პათოგენები იწვევენ მას და ასევე მათ როგორი ანტიმიკრობული რეზისტენტობა გააჩნიათ სხვადასხვა ანტიბიოტიკების მიმართ. და კვლევის შედეგები მე მინდა გითხრათ, რომ წინასწარი შედეგები არის ცნობილი და საქართველოში მინდა გითხრათ, რომ სისხლის ნაკადის ინფექციები ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. უბრალოდ ეს არ ჩანს, იმიტომ რომ ზოგიერთი კლინიკა სამწუხაროდ დღემდე ოფიციალურ მონაცემებს არ იძლევან, არ ატარებენ შესაბამის კვლევას. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ინფექციის დროს სანამ ანტიბიოტიკი დაინიშნება, ექიმმა კლინიკური ნიმუში უნდა გააგზავნოს ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის და შემდგომ პათოგენი როცა იდენტიფიცირება მოხდება, უნდა შესწავლილი იქნას მისი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა. ეს არის ნორმა, მაგრამ ჩვენთან ხდება პირუკულ ყველაფერი, ანუ არ მაგზავნა. ზოგი ექიმი სწორად აკეთებს, ზოგი არა. რეგულაცია ხო არა? ამიტომ ჩვენ გვაქვს დღეს საწყისი მონაცემები. თუმცა ბატონო, ახლა არ გვინდა ისე გაიგოს თუნდაც ხანდახან სიტუაციები, აი ამ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სისხლიდან, ხო, ეს არის საკმაოდ დროში იგვიანებს, ამიტომ ექიმი ჭირდება ხანდახან სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. 72 საათს ვერ დაელოდება ექიმი, უბრალოდ მერე შეიძლება კორექტირება მოახდინოს. თუ არ ჭირდება, რომ შეცვალოს ანტიბიოტიკები. ეს მართლაც ესია. საუბარი მხოლოდ კლინიკებზე. კლინიკაში დროც გაქვს მოცდის და შეიძლება დააკვირდა ეს 48 საათი პაციენტს არ გიმძიმდება, ან თუ გიმძიმდება ჩართვა. ეს გასაგებია რთულ შემთხვევებში საუბარი, დიახ. ეს არის მხოლოდ რთულ შემთხვევებში და ის მაგრამ ეხლა მე დიაღნოზას ნიშნავდა მე ახდენთ მის კორეგირებას, ანუ დეესკალაცია მოხდეს, რომელი პრეპარატით მოხდეს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დიდი ბოდიში ერთი კითხვა მაქვს, რომ აი შეიძლება ერთი დღე გათენდეს, ახლა შენ ჩინეთის სტატისტიკა თქვი ევროპის 25000 ადამიანი უკვე შეიძლება არჩვენი ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ აღარ გქონდეს ანტიბიოტიკი მივდივართ. და რატო არ იგონებენ ახალს, აი წეღანაც ახსენა ბიძინამ, რომ აღარ იქნებაო და რატო თქვა რაღაცა ფორმულა ახალი არ შეიძლება. მე მინდა თქვენს წინა კითხვას დაუბრუნდე, უბრალოდ რატომ არის ეს ანტიბიოტიკო რეზისტენტობა და რატო რჩება. პირველ რიგში დამნაშავე ვართ ჩვენ თვითონ დედამიწის მოსახლეობა, იმიტომ რომ არაგონივრულად ვიყენებთ და არარაციონალურად ანტიბიოტიკს. თუმცა არის მეორე მხარეც, იმიტომ რომ ეს მულტიფაქტორული მიზეზები გააჩნია. ერთი არის თვითონ მიკროორგანიზმთა ევოლუცია
ამბობთ. ეს არის მულტიფაქტორული, სხვადასხვა ფაქტორებია ჩართული, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ძირითადი მიზეზი მაინც არის არარაციონალური ანტიბიოტიკები. ეს პასუხისგებლობა როგორც ჩვენზე, ასევე ეკიპებზეა ბოდიში. აი კითხვა, რომელიც ახლა კეთრინმა თქვა, რატო არის გონებენ ახალ ანტიბიოტიკებს. უნებრივია მეც მიჩნდება როგორც ერთი. მაგრამ აქ არის ერთის მხრივ ერთი ახსნა არსებობს. ანტიბიოტიკების და საერთოდ ნებისმიერი წამლის შექმნა ძალიან რთული და ძვირიანი სიამოვნებაა. ერთი წამლის ახალი ფორმულის შექმნა მისი გამოგონებიდან აფთიაქის თაროზე რო დადო, ანუ გასაყიდ ფორმად რო შექმნა, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება. და შესაბამისად ეს ცნობილია, რომ ანტიბიოტიკების უკუამოგება ფარმაცევტული კომპანიებისთვის წამალი, რომელიც 7 დღე და 10 დღე ნიშნება და არა მთელი ცხოვრება, როგორც გულის პრეპარატები და ასე შემდგომ, ნაკლებ რენტაბელურია, ანუ ნაკლებ მომგებიანია. ამიტომაც როცა არ არსებობს ბიზნესისა და სამედიცინო კლინიკების, ასე ვთქვათ, თუ მომსახურეობის თანხმედრა, გარკვეულწილად ამანაც მოახდინა ის გავლენა, რომ არ იქმნება მსოფლიოში ახალი ანტიბიოტიკები, რაც გვაქვს, იმას უნდა გავფრთხილდეთ. თუმცა ვეღარ იქნება, მარტო არ, ვეღარ იქნება. არა, თუმცა მე მაქვს სიახლე, არც ესეა საქმე, იქნება. მე მაქვს სიახლე, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ ამოვიკითხე, თქვენს დავალებას ვასრულებ იქიმო და კლინიკა ნიუსის ფარგლებში მინდა რომ წაგიკითხოთ ახლა ეს ინფორმაცია. და მე განვიხილოთ ეს ასე რამდენად სამედიცინო თვალსაზრისით ეს ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელიც სხვა შორის ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევისას მათ 25 ახალი ტიპის ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანი ეიქსობაქტინია, არ ვიცი სწორად ამბობ თუ არა, რომელიც სხვადასხვა ინფექციების გავრცელებას შეუშლის ხელს. თაგვებზე ჩატარებული ცდებისას ახალი ანტიბიოტიკი ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ისინი, რომლითაც დღეს მკურნალობენ. ახალ ნივთიერებას ძლიერი მოქმედება ახასიათებს ტუბერკულოზის, ოქროსფერის სტაფილოკოკის, ენტეროკოკის შემთხვევებში, თუმცა როგორც მეცნიერები ხსნიან, ნივთიერებას შეზღუდვებიც აქვს, ის არ მოქმედებს გრამუარყოფით ბაქტერიებზე, რომელთა სახეობაში შედის ნაწლავური ჩხირები. ახალი პრეპარატი ორი ტიპის ცხიმს აკავშირებს ერთმანეთთან, რომელთა დახმარებითაც ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები აგებენ ახალი უჯრედების კედლებს და ისინი ვერ ასწრებენ რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბებას. თუ კვლევა ადამიანების შემთხვევაშიც დადებით შედეგს გამოიღებს, პრეპარატი ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალი კლასის პირველი ანტიბიოტიკი იქნება. ამას გვიმალავდი, სოფიკო? ხო, აი ესეთ კარგ ამაღლებულ ნოტაზე გავიდეთ რეკლამაზე და შემდეგ ვისაუბროთ გავაგრძელოთ. მადლობა, წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ გავარკვევთ, რა საერთო შეიძლება ქონდეს ქავილ სხვადასხვა დაავადებასთან, ნიშნავს თუ არა ის ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში ალერგიას, ეს ბიზნეს თემა ალბათ. ჩვენ ვაგრძელებთ ინტერნეტ პაციენტების მიღებას და ერთ-ერთი შეკითხვას სწორედ რეკლამის შემდეგ გავცემთ პასუხს. დროებით. დიდი მადლობა.